მაგარი საქმე გაგვიკეთა, რაჭაში გასეირნება. გადამებურჯღნა მთელი ეზო ამასობაში. ვაჩეც ჩამოსეირდა და ძალიან ბევრს მომეხმარა. საფრანა ავკრიფეთ ნაწილი. თვალებისთვის არის იდეალური და ნუ საკვებში ხო საერთოდ. შვენიერია. აი პატარა მოსავალიც ავიღეთ, ეს დეკორატიული გოგრები ნამიტანი პაწაწუნები გამოდნენ. ალბათ, არ ვიცი, მომავაწესაც ვთვლი და ვნახავ. აგერ ორშიმო გაიზარდა. ნახეთ. გაგვექცა რა თქმა უნდა ამასობაში და ძალიან დიდი უზარმაზარი ყაბაყია წავა სათესლედ. ესენი ისე არიან უკვე ანუ წიფობაში შედიან და ნახეთ რა შეგვემთხვა ბამიებზე. ვიდრე ჩვენ წასულები ვიყავით, ჩვენმა ბაბიამ დრო ვიხელთ აქ ავკრიფეთ. ხო და დრო ვიხელთო და გაიზარდა უზარმაზარი. ეს საკვებად აღარ გამოდგება არც დასამჟავებლად. შესაბამისად წავა სათესლე, პარკუჭე, ბად. ნახეთ რა უზარმაზარი იზრდება თურმე რა ასეთი დიდი იქით რომ მქონდა წინა წელს არ იყო გაზრდილი, არ გაიზარდა და აქეთ გაიზარდა ცოტა. ამიდორუკებით შედიან ცოტა ფორმაში. ბატონო, რა წოდა მიწავი? ხო და ბატონო. წყალში წყალმცენარე გახდება? არა, ჩვენ არ ვარო წყალში ჩავდა, წყალმცენარი არ გახდება. წყალმცენარე ქვია მცენარის, რომელიც წყალში იზრდება და იქ არის მისი ზრდის არეალი. მე ვქვია, იმას მაშინ წყალმცენარე გახდებოდა. არა, მაგ შემთხვევაში გახდება უბრალოდ რაღაცა მცენარე წყალში. ხო, ვაიმე ხო და ბულგარულებზე რაღაცებს გაჩვევით, მაგრამ საშინელი მოსავლელი დავხდა. ერთ კვირაში ნახეთ, როგორ გაიბანჯგლა ეზო, მაგრამ პირველი რაც მინდოდა მეჩვენებინა